არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ძალადობა გამოძიების ვერსიით წლების განმავლობაში თბილისში და შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ხდებოდა. დაკავებულია თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და გამომგონებელი უკვე მეორე კვირაა სასჯელს ერთ-ერთ ციხეში იხდის. გამოძიება პენსიონერს მცირეწლოვანი გოგონების გაუპატიურებას ედავება. რამდენი არასრულწლოვანია დაზარალებული? ორი არასრულწლოვანი არის დაზარალებული ამ შემთხვევაში. რაც შეეხება სავარაუდო ბრალდებებს, მათ შორის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სავარაუდო ადგილი არის თბილისი, კი ბატონო, და სისტემატიური ხასიათის დანაშაულს ედავება მას ბრალდების მხარე. კონკრეტულად ვერ დაგისახელებ, ასე ვთქვათ, ლოკაციებს. დანაშაული საერთოდ მოხდა თუ არა, მასთან დაკავშირებით ჯერ გამოძიება გრძელდება და შესაბამის ეტაპზე ამაზე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. სავარაუდო დანაშაულს გარე სივრცეში ედავებიან თუ არა, გარე სივრცეში არ ედავებიან. რა თქმა უნდა, ანუ სახლის ტერიტორიაზე სახლში ედავებიან დანაშაულის სავარაუდო ჩადენას. არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პენსიონერს სავალდებულო დაცვა ეკუთვნის. ამიტომ მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნეს. საქმის მასალები გასაიდუმლოებულია. შაბათის ეთერი არასახელებს არც დაკავებულის და არც სავარაუდო დაზარალებულების ვინაობას, მათი ინტერესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მას არა ოჯახური დანაშაული ბრალად საყენებული, იმის გათვალისწინებით, რომ არ ცხოვრობდნენ ეს ბავშვები მათთან და ესე ვთქვათ, საცხოვრებელი არ იყო, ეს ბავშვები ცხოვრობდნენ მშობლებთან ერთად. ზაფხულს ატარებდნენ ერთად. ერთად რა პერიოდს ატარებდნენ, როგორ ატარებდნენ, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად არც საქმის მასალებში არ არის და ვერც მე დაგიდასტურებთ და ვერც უარყოფ, უბრალოდ გარკვეული პერიოდულობით, რა თქმა უნდა, ჰქონდათ როგორც ახლობლებთან, ბებიასთან მისვლა, მოსვლა და ამის გათვალისწინებით არის შემდგომ ამ ეპიზოდურობებზე საუბრობენ ბავშვები. ბავშვებმა ჩვენება რამდენი წლის შემდეგ მისცეს? ჩვენებები მისცეს 2026 წელს. რამდენი წლის შემდეგ? დანაშაულიდან რამდენი წლის შემდეგ? იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად სავარაუდო დანაშაული რომელ წლებში მოხდა, ამას ვერ გეტყვით, რომ რამოდენიმე სავარაუდოდ არის მითითება, რა წლიდან დაიწყო და რა პერიოდამდე. თუმცა მათ ჩვენებები მისცეს მხოლოდ ახლა. 2026 წელს. გარკვეული აქ არ არის 1 წელზე და 2 წელზე საუბარი, უფრო მეტი დრო არის გასული. ვინ იჩივლა? ამ შემთხვევაში გამოძიება დაწყებული არის ბავშვების ძეძის განცხადების საფუძველზე. პროკურატურა პენსიონერ მეცნიერს მისი ცოლის შვილიშვილების გაუპატიურებას ედავება. გამოძიების მასალებით დანაშაული დაახლოებით 8 წლის წინ მოხდა. თუმცა პროკურორი ამბობს, რომ მაშინ მსხვერპლმა გოგონებმა ვერ გააცნობიერეს ეს ყველაფერი. ჩივილი ახლა გადაწყდა 2026 წელს. პროფესორის წინააღმდეგ გამოძიება გერის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ვიხსენებათ, რომ ძალიან სენსიტიური არის აღნიშნული საქმე თავისი არსიდან გამომდინარე, ვინაიდან არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივ დანაშაულს ეხება საქმე. მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვნები იყვნენ 7 და 8 წლისები, როდესაც დაიწყო მათ მიმართ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, ძალიან მცირე ასაკის, როდესაც გაანალიზეს და შესაბამისად მზად იყვნენ სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობაზე და ჩვენების მიცემაზე გამოცხადდნენ და შესაბამისად მოუპოვეთ აღნიშნული მტკიცებულებები, რითიც წარადგინა ბრალი ბრალდები. რაც შეეხება მტკიცებულებათა ერთობლიობას, განხორციელებულ ქმედების ხერხს და ასე შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია უკვე საქმის ფაქტობრივ გარემოებებში გადავდივართ და სამწუხაროდ ვერ მოგაწვევთ ამ ინფორმაციას, ისევ და ისევ დაზარალებულების საუკეთესო ინტერესს და გავუმდინარ. შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ სისხლის სამართლის საქმეში დევს მოკლე ტექსტური მიმოწერებიც. გამოძიების ვერსიით არასრულწლოვნებმა ძალადობის შესახებ პირველად ახლო ნათესავს ბიცოლას უამბეს, რომელმაც ეს ამბავი მოგვიანებით ბავშვების დედას გადასცა. სისტემატურობა გულისხმობს თავის თავში დროის მოკლე პერიოდში ორზე მეტი ქმედების განხორციელებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ორივე დაზარალებულის მიმართ ჰქონდა ადგილი რამდენიმე წლის განმავლობაში, დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ორივე დაზარალებულის შემთხვევაში სქესობრივი დანაშაული. რაც შეეხება ფსიქოლოგიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, ასეთი სავალდებულო ნამდვილად არ არის, რომ იყოს კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ბრალდების მხარეს დანიშნული აქვს ექსპერტიზები და ველოდებით შესაბამისი დასკვნების არსებობას.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში პენსიონერს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137 და 138 მუხლებითაა აღძრული. გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვა ქმედება. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში პირდაპირ მტკიცებულებები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ჩვენებები. ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ყველა არის ირიბი მოწმე. მტკიცებულება რა არის საქმეში? პირდაპირ მტკიცებულება, რაც შეიძლება სამართლებრივად ჩაითვალოს მტკიცებულებად, არის მხოლოდ დაზარალებულების ჩვენება. სხვა ყველა პირი მოწმეები, ვინც არიან, ყველა არის ირიბი მოწმე, რომლებმაც იციან ისევ და ისევ დაზარალებულებისგან ამბობი ინფორმაცია. ფაქს არ ყავს არანაირი შესწრე, არ ყავს ფაქს რაიმეს ვინმე სხვა პირი, ასე ვთქვათ, ვისაც შეეძლო რომ აღნიშნული დაენახა, მოესმინა ან ასე შემდეგ, არც სხვა სახის პირდაპირ მტკიცებულება საქმეში ჯერჯერობით, რაც ამ ეტაპზე გვაკადმოცემული არაფერი არ არის. ბავშვებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ? ამ ეტაპზე არ. როდესაც შეხვდით მას, რა პოზიცია ქონდა, რას ამბობს ბრალთან დაკავშირებით? იმთავითვე კატეგორიულად უარყოფ დაწაყენებულ ბრალდებებს და თვითონაც აი რო გითხრათ ადამიანური კუთხითაც ძალიან შეძრული აღნიშნული ფაქტით, არც ერთ ეტაპზე იმაზეც კი ფიქრი რომ აღიაროს თუ არ აღიაროს არ ქონია და იმთავითვე უარზე იყო და რომ მსგავს ფაქტებს არასოდეს არ ქონია რაიმე სახის შემთხვევა და ეჭვიც კი არ შეიძლება რომ ამაზე არსებობდეს. გამოძიების ვერსიით საქმე ერთჯერად ფაქტს არ ეხება. მეცნიერი მისი ცოლის შვილიშვილების მრავალგზის გაუპატიურებაშია ბრალდებული. თუმცა ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩება. თუ ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რატომ ვერავინ შენიშნა ეს დროულად? ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე გვეუბნება, რომ თავს არ დაცემულია. თქვენი პროფესორია დაკავებული, ხო ბატონო დავით? მე. დაგკითხეს თანამშრომლები? გაშუაშია თანამშრომლების დაკითხვეთი ამისაით. მდინარეობს გამოძიების და გამომდინარეობს. პროფესორ შეჩერებული აქვს უფლებამოსილება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება და მის მოვალეობის შესრულება დაინიშნება სხვა მასწავლებლები. ბავშვთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში ხშირად ჩნდება სისტემური ჩავარდნა. გარემო, სკოლა და სხვა შესაბამისი უწყებები ვერ ამჩნევენ ან ვერ რეაგირებენ დროულად. ამიტომ პროკურორს ვეკითხებით, თუ მოზარდები ზაფხულს ბებიასა და ბაბუასთან ატარებდნენ და დანაშაული ძირითადად ამ დროს ხდებოდა, იყო თუ არა ინფორმირებული ბებია, ხომ არ მალავდა ის დანაშაულს. ინფორმირებული რომ ყოფილიყო ამ დანაშაულის შესახებ სხვა ადამიანი, იქნებოდა დღეს ის ბრალდებული? რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ინფორმირებული იყო დანაშაულის შესახებ, არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს, სისხლის სამართლის წესით ისჯება ასეთი ქმედება და დანაშაულის შეუწყობილობა ქვია და აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში თუ იარსებობდა ასეთი. რადგან არ არის ახლა არავინ, ესე იგი არ დაუმალოს არავის? ასეთ შემთხვევაში დანაშაულის შეუწყობილობას ადგილი არ ქონია. და შესაბამისად ბრალდებული ყავს მხოლოდ ერთი პირი, ვინც ჩაიდინა უშუალოდ სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვანების მიერ. ბებიის ჩვენება დევს საქმეში? ბავშვების ბებიაც არის გამოკითხული, კი ბატონო. ის მოწმეა? მოწმედ არის ყველა პირი მოწმედ არის გამოკითხული ამ საქმეს. ყავს ერთი ბრალდებული მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილი, ყველა სხვა დანარჩენი პირი, მათ შორის ბებიაც არის მოწმის სახით გამოკითხული. მეცნიერი, რომელიც ახლაც ციხეშია, პედოფილია თუ შესაძლოა იყოს გამოძალვის მსხვერპლი. შაბათის ეთერს კომუნიკაცია ჰქონდა დაკავებულის ოჯახის წევრებთან, თუმცა ამ ეტაპზე მათ საუბარი არ ისურვეს. არსებობს კიდევ ერთი ვერსია. ხომ არ უჩივლეს პენსიონერს ქონების გამო. დაცვის მხარეს რა თქმა უნდა ვაპირებთ, რომ შესაბამის ეტაპზე სასამართლოს დავანახოთ, თუ რა შეიძლება რომ ამ ძმე დანაშაულის მოტივები ყოფილიყო. აი რა მოტივი შეიძლებოდა ქონოდათ? გარკვეულ მოტივებზე რა თქმა უნდა მუშაობთ დაცვის მხარე და არ გეტყვით რომ არ მუშაობთ და არ გვაქვს ამაზე, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ბრალდებულმა იცის ამ შემთხვევაში რა შეიძლებოდა რომ ამისი მოტივი გამხდარიყო. ქონება შეიძლება იყოს ვერც დაგიდასტურებ და ვერც უარყოფ, რომ ეს მოტივი შესაძლოა ამ მოტივს ჰქონდეს არსებობის საშუალება. დაკავებულ პროფესორს, ადვოკატისთვის ჯერ არ მიუცია უფლება ილაპარაკოს საჯაროდ, საეჭვო გარემოებებზე.
გეტყვით იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის ინტერესი ამ შემთხვევაში შეიძლება შეილახოს, რაღაცა კუთხით მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეეშალოს ჩვენი მხრიდან, აქედან გამომდინარე კონკრეტულ მოტივს ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ, თუმცა შესაბამის ეტაპზე შემდგომ რა თქმა უნდა იქნება ესე ცნობილი. სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ლატენტური ფარული დანაშაულია. უფლებადამცველების შეფასებით ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს სრულად ვერ ასახავს. ევროსაბჭო ერთ-ერთი ანგარიში სახელმწიფოს ურჩევს პერიოდულად ჩაატაროს დამოუკიდებელი კვლევები, რათა გამოვლინდეს ის შემთხვევებიც, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებამდე საერთოდ ვერ მიდის. საგანგაშოდ მზარდია პედოფილურ დანაშაულთან მიმართებაში სტატისტიკა და ეს სტატისტიკა არის ზღვაში წვეთი, რასაც სახელმწიფო გვაწვდის. რეალურად უფლებადამცველთა მომართვიანობა გაცილებით მეტია და გაცილებით მეტი შემთხვევებია რეგიონებში, თბილისშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ რეგიონებში არ ხდება სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართვა. ხშირად მოსახლეობა თავად ლინჩის წესით ცდილობს მოძალადეს პასუხი აგებინოს და ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც გადაუწვა სახლი ამ პირადად იძიაშური ოჯახის წევრებმა. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევების აღრიცხვა ისევ პრობლემურია. ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ცენტრალიზებული მონაცემთა სისტემა. ანუ სხვადასხვა უწყება ცალ-ცალკე აგროვებს ინფორმაციას, შემდეგ კი ამ მონაცემებს უწყებები ერთმანეთს არ უზიარებენ, რის გამოც რთულია გაიგო, რეალურად რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა პედოფილიის, გარყვნილი ქმედების ჩადენის ან გაუპატიურების. მე არაერთ დახურულ ჯგუფში ვარ და არაერთ მსხვერპლს მოუმართავს, როდესაც 15, 20, 25 წლის შემდეგ მოხდა კონკრეტული ფაქტის შემდეგ ამოტივტივება, ტრიგერს ეძახიან ფსიქოლოგიაში ამ ფაქტის და სადღაც 20 წლის შემდეგ შეძლო მან ფსიქოთერაპევტთან და ჩემთან შემდეგ ამ ამბის გახსენება. არ არის მარტივი, რეალურად ძველ დანაშაულზე სახელმწიფოში მტკიცებულებები უჭირს და არაერთი განაჩენი გვაქვს, როდესაც გამამართლებელი განაჩენი დადგა სექსუალურ დანაშაულზე. ბავშვები სექსუალური ძალადობის შესახებ ხშირად წლების შემდეგ საუბრობენ. მიზეზი შეიძლება იყოს შიში, სირცხვილი, დამნაშავეზე დამოკიდებულება ან დაუცველობის განცდა. ეს ნიშნავს, რომ არაერთი შემთხვევა წლების განმავლობაში გამოუძიებელი რჩება, როგორც ეს მოხდა ბოლო შემთხვევაში. ძალიან ხშირად მოძალადე არის ზუსტად ის ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში ეს გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ძალიან ახლოს არის ბავშვთან. ახლა ეს შემთხვევაც კლასიკური მაგალითია, მე ვიტყოდ. ამ ბავშვების შემთხვევაში ალბათ უცოდინრობასთან მქონდა საქმე, თუმცა სპეკულირებ, ახლა ბევრი გარემოება არ ვიცი და უკვე იმ ხელები არიან, რომ თავად შეუძლიათ თქვან. არ იცოდნენ რა არის დანაშაული და ალბათ შიშიც იმისა, რომ ეხლა ჩემ პრაქტიკაში ყოფილა ისეთიც საქართველოში სხვათა შორის, რომ ბავშვს განუცხადებია დედისთვის, როდესაც მამინაცვალი მასზე ძალადობდა და დედას პირიქით ისეთი რეაქცია ქონია, რომ ბავშვი კიდევ უფრო დაზარალებულა და იქამდეც მივიდა, რომ საავადმყოფოში მოხვდა ეს ბავშვი. ბავშვთა უფლებების შესახებ მომზადებული ანგარიშები კრიტიკულად აფასებს სასამართლო პრაქტიკასაც. რიგ შემთხვევებში სასჯელი არ არის დანაშაულის სიმძიმის პროპორციული, ხოლო ზოგჯერ გამოიყენება საპროცესო შეთანხმებები იქ, სადაც ეს არ უნდა ხდებოდეს. ანდრო დადიანი, რომელიც ბავშვთა ზრუნვის სისტემების სპეციალისტია, გვიხსნის, რომ გადამწყვეტია განათლება ადრეული ასაკიდან. მოზარდებმა უნდა იცოდნენ რა არის ძალადობა, როგორ ამოიცნონ საფრთხე და როგორ დაიცვან თავი. განათლება ამ კუთხით სჭირდებათ მშობლებსაც, უფროსებსაც, უფრო სწორედ და რა თქმა უნდა თავისთავად ბავშვს. ეს ასპექტები უნდა იყოს მოცული საგანმანათლებლო პროცესით და ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს, რა არის მისდამი არასწორი დამოკიდებულება, შეურაცხყოფელი დამოკიდებულება თუ დანაშაულებრივი საქციელი, რა სქესისაც არ უნდა იყოს იგი. იცოდეს, რომ ეს დანაშაული არსებობს და რაღაც კონკრეტული ქცევა მის მიმართ წარმოადგენს დანაშაულს, რომ არავის არ აქვს უფლება შეეხოს მას ისე თუ ასე, მიმიხვდით რასაც გულისხმობ, ხო? ინფორმირებული ბავშვი ძალადობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. უფრო სწრაფად ხდება დახმარების აღმოჩენაც. ამიტომ, თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი და ვერავის უმხელ, დარეკე ცხელ ხაზზე 111.